ბრიტანიაში სათხილამურო კურორტი მოეწყობა პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე 500 მეტრიანი სასრიალო ტრასა განთავსდება და გეგმილია ინფრასტრუქტურის სრულად მოწესრიგება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარეგანათების ქსელს და ღამის სასრიალოსთვის დამონტაჟდება სპეციალური ლამპიონები. განთავსდება თანამედროვე ტიპის საბაგირო, ასევე ხელოვნური გათოვლიანების სისტემა. სათხილამურო ტრასა გაკეთდება, საჭიროა აღნიშნული სივრცის გაგანიერება, მოწესრიგება, იმისთვის რომ შემდეგ სასრიალოდ იყოს გამოყენებული. გარდა ამისა, გვერდით გვაქვს მეორე ფერდი, სადაც ანალოგიურად 9 კილომეტრიანი სასრიალო ტრასის პროექტის განხორციელება არის შესაძლებელი. ეს შემდეგი ეტაპი იქნება. პირველი არსებულს გავაკეთებთ. იგელის ტიპის საბაგირო მთლიანად განადგურებული არის, რომელიც აქ იყო წლების წინ. გაკეთდება ახალი პროექტი თანამედროვე ტიპის საბაგიროს სახით. გარდა ამისა, ხელოვნური გათოვლიანება, რაც აუცილებელი და მნიშვნელოვანი არის იმისთვის, რომ ადამიანებმა შეძლონ გარკვეული დროის განმავლობაში სრიალი ღამის განათებები იქნება გაკეთებული. ეს თბილისისთვის ნამდვილად დიდი მონაპოვარი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ ბევრ ქალაქებს, დედაქალაქებს არა აქვს ფუფუნება, რომ ესე ახლოს კონდეს ამ ხელა პოტენციალის მქონე სასრიალო ტრასები, როგორც დაანონს და არა მხოლოდ ზამთრის მიმართულება არის, არამედ 4 სეზონიანი სასრიალო არეალი კურორტი შეიძლება იყოს. გაკეთდეს ისეთი თანამედროვე საფარი, რომ შეძლონ ზაფხულშიც კი თხილამურებით სრიალი ამ არეალში.